მოგესალმებით, პატარა არქეოლოგებო. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემაა არქეოლოგიური კვლევა. ესე იგი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ იკვლევენ არქეოლოგები. ამისათვის კი საჭიროა ვირტუალურად გადავინაცვლოთ საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში. სწორედ მცხეთაში 1948 წლებში ქართულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აწარმოა არქეოლოგიური გათხრები მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ფერდობზე, იმ ადგილას, რომელსაც მოსახლეობა უძველესი დროიდანვე ბაგინეთს უწოდებს. ბაგინეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ციხესიმაგრის ნაშთები, ასევე გახსნეს არაერთი სამარხი. წარმოგიდგენთ ერთ-ერთი სამარხის სქემატურ ნახას. დავუკვირდეთ კარგად ნახას და ვინახავთ, რომ მიცვალებულს მრავალი სამარხეული ინვენტარი აქვს ჩაყოლებული. აღვწეროთ ეს ინვენტარი. ვერცხლის თასი, ოქროს ბეჭედი საბეჭდურით. ოქროს დიადემის ნაწილები. ოქროს ქარქაში. სარეცელის ვერცხლით მოჭედილი ფეხი. არქეოლოგებმა სამარხში აღმოაჩინეს არაერთი ოქროს მონეტა. ოქროს სამაჯური, პიტიახშის ოქროსაგან დამზადებული და ძვირფასი თვლებით შემკული სარტყელის ნაწილები, და თვით ადამიანის ჩონჩხის ნაშთები. დავუკვირდეთ სამარხში აღმოჩენილ სამარხეულ ინვენტარს. თქვენ აუცილებლად ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, რომ სამარხში აღმოჩენილი ინვენტარი ძირითადად ვერცხლის და ოქროს მასალისაგან არის დამზადებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მიცვალებული განეკუთვნება მაღალ სოციალურ წრეს. თან თუ დავუმატებთ იმას, რომ მიცვალებული საპატიო მდგომარეობაში ქვის ფილაზეა დასვენებული და აქვე სამარხში აღმოჩენილია ოქროს დიადემა და პიტიახშის სარტყელი, აუცილებლად ივარაუდებთ, რომ მიცვალებული მაღალ სოციალურ მდგომარეობას იკავებდა. ახლა ყურადღება მივაქციოთ ოქროს მონეტებს. ოქროს მონეტები მოჭრილია რომის იმპერატორების, ტიტუსისა და ადრიანის ხანაში, რაც გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ვივარაუდოთ, მიცვალებული მათი თანამედროვეა. ყურადღება გავამახვილოთ ოქროს ქარქაშზეც, რომელიც იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ მიცვალებული მამაკაცია. ახლა ყურადღება გადავიტანოთ ოქროს ბეჭედზე და საბეჭდურზე. საბეჭდურს თუ კარგად დავუკვირდებით, აქვე ამოვიკითხავთ შემდეგ წარწერას. ეს არის პიტიახში ასპარუკი.
ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამარხი ეკუთვნის პიტიახშ ასპარუკს. მადლობთ ყურადღებისათვის.